საღამო მშვიდობისა, მე მაკაცინცაძე ვარ, თქვენ უყურებთ პირველ არხს და ჩვენს გუნდთან ერთად კვირის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. მას შემდეგ, რაც ოპოზიცია ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომიდან ვერც ერთი ფორმი დაანონსებულ ერთობაზე ვერ შეჯერდა, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ოპოზიციასვე ულტიმატუმი წაუყენა. ელენე ხოშტარია სიცხადეს მოითხოვდა და ამბობდა, რომ შიმშილობას იმ შემთხვევაში შეწყვეტდა, თუ ყველა ოპოზიციური პარტია ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებდა. დაწყებული შიმშილობა 2 დღეში შეწყვიტა, ისე რომ ულტიმატუმის მიზნები ვერ აღასრულა. ბოიკოტში ამ დროისთვის ის 8 ოპოზიციური პარტია დარჩა, ვისი პოზიციაც აქამდეც ცხადი იყო. ოპოზიციას სჭირდება მეტი დრო, რათა გამოიკვეთოს ბრძოლის რა გზაზე აპირებს დადგომას აღიარებენ ლელოში. გახარიას პარტიაში კი გარკვევით თქვეს, რომ ხოშტარიას შიმშილობის გამო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლიდნენ. ისინი კი ვისთვისაც 4 ოქტომბრის კენჭისყრაში ჩართვა კატეგორიულად მიუღებელია, მეტწილად ისევ იმედგაცრუებულები დარჩნენ სალომე ზურაბიშვილის ბუნდოვანი გზავნილებით. ვის რევოლუციას სურს, ვის ბოიკოტი, ვის არჩევნებში მონაწილეობით ხელისუფლებისთვის პრობლემების შექმნა. ამ საკითხებზე ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა. ერთადერთი რაზეც ისინი თანხმდებიან ის არის, რომ ერთობა საჭიროა, თუმცა ვერც ამ ერთობის ირგვლივ გამონახეს საერთო. პასუხი ყველაფერზე არის ერთობა. ერთობა არის გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, არც არაფერი სხვა ხერხით. ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა, უთხრა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე შეკრებილებს და როგორც მისი გამოსვლის შემდეგ აირკვა ბევრს მორიგ ჯერზე და კიდევ ერთხელ გაუცრუა იმედი. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ზურაბიშვილის მიმართვა სათხე გრძელო უწოდეს, თავად ზურაბიშვილზე კი იკითხეს, მეხუთე პრეზიდენტია თუ სათითურებიანი შულერი. ოპოზიციურ სპექტრში არიან ოპტიმისტებიც, რომლებსაც ერთობის იდეის ჯერათ, თუმცა უჭირთ იმის დაჯერება, რომ ეს ერთობა ვერა და ვერ მოახერხეს. არჩევნებამდე 3 თვე რჩება და ჯერ ისევ ბუნდოვანია, რამდენი ოპოზიციური პარტია იქნება თვითმმართველობის არჩევნების ბიულეტენზე. არ შემდგარი ერთობის პოლიტიკური ჩიხი თუ არჩევნებში მონაწილეობა როგორც გამოსავალი. აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ, სტუდიაში იმყოფებიან ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი და ასოცირებული პროფესორი ლაშა ძებისაშვილი. ბატონებო, მოგესალმებით. მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. ვიდრე დეტალურად ვისაუბრებთ ოპოზიციის ბოლო დღეების აქტივობებზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბატონო ლაშა თქვენგან დავიწყებ. პირველ რიგში უნდა გითხოთ გუშინდელ განცხადებაზე, რომელიც ელენე ხოშტარიამ 8 ოპოზიციური პარტიის სახელით გააკეთა და ამავდროულად შეწყვიტა შემშილობა. რა შედეგი მოიტანა, თქვენ როგორ ხედავთ ხოშტარიას გადაწყვეტილებამ და მათ შორის აი ამ 2 დღიანმა შემშილობამ? მე ცოტა ფართო კონტექსტში უყურებ იმ მოვლენებს, რაც ოპოზიციურ ფლანგზე ვითარდება, იმიტომ რომ იდეაში ნორმალური რაც ხდება ოპოზიციურ ფლანგზე, ეს არჩეულებრივი დემოკრატიის დამახასიათებელი თვისება, რომ პოზიციები ხშირად შეიძლება ურთიერთგამომრიცხავი იყოს ან განსხვავებული იყოს და ხშირად ოპოზიციური პარტიები ვერ თანხმდებიან, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ეს რაღაც დაავადებას გავს, როცა კარგა ხნის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები პრინციპული პოზიციის გარშემო, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პოზიციის გარშემო ვერ ახერხებენ პოზიციების შეთანხმებას, რაც რა თქმა უნდა ძალიან ცუდია. რაც შეეხება ოპოზიციის ლიდერებს, გასაგებია იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, იმ სისუსტიდან გამომდინარე, რაც მათ ახასიათებთ ამ ერთიანობის არარსებობის გამო, ამ გახლეჩილების გამო და გარდა იმისა, რომ მხარდაჭერა რეალურად საზოგადოებაში, ის რეალური მხარდაჭერა, რაც მათ გააჩნიათ, არც თუ ისე მაღალია, ბუნებრივია ერთგვარ ამ გამოწვევის წინაშე იმყოფებიან. იმიტომ ერთის მხრივ საზოგადოება ითხოვს მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას, როგორც ქართული ოცნების მიერ განხორციელებული ნაბიჯების მისამართით, რომელიც კონსოლიდირებულ ავტოკრატიას მიგვანიშნებს უფრო და მეორეს მხრივ ითხოვს კონკრეტულ ნაბიჯებს და კონკრეტულ გეგმას, რომელიც ამ ავტოკრატულ მმართველობას შეეწინააღმდეგება და ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, პოზიციის მკაფიო დაფიქსირებას ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. ის, რომ ელენემ შეწყვიტა შიმშილი, ძალიან კარგია, არავინ არ ითხოვს ფაქტი ძალიან კარგია, არავინ არ ითხოვს რეალურად თავგანწირვას. თუმცა ახალი რა გაიგეთ ბატონო ლაშა? ახალი, რა თქმა უნდა, აქ ახლა არაფერი. ვიცოდით რომ ეს 8 ოპოზიციური პარტია არ იღებდა მონაწილეობას. არაფერი ახალი აქ არ არის, ბუნებრივია. პირველად ხდება ისიც რომ თავად ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ულტიმატუმს უყენებს არა ხელისუფლებას, არამედ თავად ოპოზიციას. ხო, შეიძლება ამას რა თქმა უნდა ირონიით შევხედოთ, მაგრამ პრინციპულად სიტუაცია ამ შემთხვევაში რადიკალურად არ განსხვავდება იმისგან, თუ რა იყო პირობითად 2 თვის წინ. როგორც ვერ იყვნენ შეთანხმებულები 2 თვის წინ, ოპოზიციური ფლანგი ეხლაც ვერ არიან შეთანხმებულები, მიუხედავად იმ დიდი საზოგადოებრივი დაკვეთისა, რომელიც მათგან ითხოვს კონკრეტულ მკაფიო ჩამოყალიბებულ ხედვას, გეგმას და მოქმედებას, აი ამ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების და
რა თქმა უნდა გაძლიერებული ავტორიტარული მმართველობის წინაშე და ეს არის სწორედ მათი პრობლემა, რომ ერთის მხრივ რა თქმა უნდა ერთის მხრივ მათ ობიექტურად არ აქვთ მხარდაჭერა საზოგადოებაში, არა იმიტომ რომ საზოგადოება ოპოზიციურ ფლანგს არ ემხრობ, უბრალოდ თვითონ პოლიტიკური პარტიები არ არიან, ვერ კრიბავენ იმ ხმებს, რაც მათ ჭირდებათ, ვერ ახერხებენ ამ თავისი მხარდამჭერების მასობრივად ქუჩებში გამოყვანას, იმიტომ რომ საპარლამენტო არჩევნება კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რეალურად ოპოზიციური ფლანგი ეს არის და ის ხმები, რაც მათ მიიღეს, ეს არის ის საპროტესტო ხმები, რომლებიც მათი ორიგინალური ხმები არ არის. რეალურად ხალხმა თქვა, რომ რა არ გვინდა ქართული ოცნება და ამიტომ ვაძლევთ იმას, რაც არის, ანუ არჩევანი ცუდსა და უარეს შორის. მაგრამ ეს ვითარება რეალურად ოპოზიციურ პარტიებს კიდევ უფრო მეტ ამოცანას უსახავს. ხო, მაგრამ ბატონო ლაშენახეთ, როდესაც საუბარი არის იმაზე მიიღონ თუ არა მონაწილეობა არჩევნებში, მაგალითად ლელოს არგუმენტი არჩევნებში სავარაუდო მოდი ასე დავარქვათ. მონაწილეობის არის ის, რომ მათ ჩაატარეს კვლევა და საზოგადოებრივი აზრის თვითონ თავადასი ამბობენ ლიდერები, რომ უმრავლესობა მოითხოვს ოპოზიციური პარტიების მხრიდან 4 ოქტომბრის კენჭისყრაში მონაწილეობას და პოლიტიკური აქტივობის აი ამ მიმართულებით გაგრძელებას. ორი ფუნდამენტური პრობლემა არსებობს ლელოს და გახარიას ამ განცხადებებთან დაკავშირებით. ერთი ის, რომ ოპოზიციური ფლანგი იმის დაგათვალისწინებით ახლა ზოგადად საზოგადოებაში რა მოსაზრება არსებობს, მაგრამ მოსაზრება არის, რომ არჩევნები, რომელიც ჩატარდა, ეს არ არის ნამდვილი არჩევნები, ეს იყო გაყალბებული არჩევნები და თუ შენ როგორც პოლიტიკური ოპოზიციური პარტია აღიარებ, რომ არჩევნები გაყალბდა, შესაბამისად არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება შენი გადაწყვეტილება. მათი გადაწყვეტილების გათვალისწინებით როგორ ფიქრობთ, ისინი რას აღიარებენ? ფუნდამენტურად საარჩევნო სისტემის ცვლილების გარეშე აზრს მოკლებულია შენი ეს განცხადება, ეს ერთი. მეორე, შემდგომი ფუნდამენტური შეცდომა არის, რომ შეხვიდე თამაში, ანუ ყოველგვარი ცვლილების გარეშე, საარჩევნო სისტემის ცვლილების გარეშე, რომ შეხვიდე თამაში, ბუნებრივია ქართული ოცნება ძალიან ძლიერი ფრთა არის, ძალიან ძლიერი პოლიტიკურ ძალა არის, მით უმეტეს ჩვენ საუბრობთ კონსოლიდირებულ ავტორიტარიზმზე და ასე კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის დამარცხება, ისე რომ დავამთავროთ, რომ სხვა არც ერთი პოლიტიკური ოპოზიციური პარტია არ არის ამ ბრძოლაში გაერთიანებული და ერთიანი ფლანგით არ ხდება მათი შესვლა ამ ბრძოლაში. ბუნებრივია ეს არის განწირული თამაში, ეს არის განწირული ბრძოლა, რომელიც გარანტირებულად არის წაგებული. თუმცა საარჩევნო სისტემის ცვლილება რატომ იძლევა, რა თვალსაზრისით იძლევა იმის გარანტიას, რომ ოპოზიციური სპექტრი გაიმარჯვებს არჩევნებში? კიდევ ერთხელ გაიმეოროთ. საარჩევნო სისტემის ცვლილება რა თვალსაზრისით იძლევა იმის გარანტიას, რომ ოპოზიციური სპექტრი გაიმარჯვებს ან ოპოზიციის არა, რა თქმა უნდა, გარანტია არის, პრინციპული საკითხი ის კი არ არის, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს თუ არა. პრინციპული საკითხი არის, რომ ისეთი საარჩევნო სისტემა და გარემო იყოს, რომ რეალურად არც ერთ მხარეს არანაირი პრეტენზია არ ქონდეს არჩევნები გაყალბდა თუ არა. ეს არის თავარი პრინციპი, თორე ეხლაც რომ ჩაატაროთ არჩევნები, დამერწმუნდეთ გამარჯვებული ყველაზე ძლიერი პარტია იქნება ქართული ოცნება. გასაგებია ბატონო ლაშა, ბატონო გურამ, უნდა გითხოთ აუცილებლად ელენე ხოშტარიას მაგზე ორდღიან შემშილობასთან დაკავშირებით, შეწყვეტა შემშილობა, მაგრამ რა გაიგეთ თქვენ პირადად საინტერესო არის, როგორ ხედავთ პროცესს? დღეს აღინიშნა უკვე, მე მგონი პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ პირველად რაღაც ერთგვარი რეკორდი მოიხსნა, იმიტომ რომ პირველად ვნახეთ ესეთი ხანმოკლე შიმშილობა, თუ ამ შიმშილობას დავარქმევთ და პირველად ვნახეთ, რომ ეს აქტი მიმართული იყო საკუთრივ ოპოზიციის მიმართ. ჩვენ ვნახეთ ერთგვარი დეტოქსი რუსთაველზე. ეს ამას არ შეიძლება შიმშილობა დაერქვას ალბათ, მაგრამ ძალიან მისასალმებელია, რომ მან ეს აქტი შეწყვიტა. აქ მესამე ფაქტორიც გამოჩნდა. ეს იყო გერმანიის ელჩის როლი, რომელმაც მე მგონი პირველად საქართველოს ისტორიაში მოინახულა მოშიმშილე და მან ერთგვარი თანაგრძნობა გამოუცხადა და საერთოდ არც კი გაახმიერა არც შემდგომ კომენტარში, არც მე უკვე ამას რომ მოყვა გარკვეული კრიტიკა იმ კომენტარშიც არ გაახმოვანა, რომ იცი რაღაცნაირად შეწყვიტოს ამ ადამიანმა, იქნებ სხვა გზას მიმართოთ და საერთოდ დასავლური წარმომადგენლობები ზდუმან აგრეთვე ისევე როგორც ქართული ოპოზიციური სპექტრი იმასთან დაკავშირებით თუ ხვალდაზე რას ჯობს. ისინი მხოლოდ დაკავებული არიან გარკვეულწილად როგორც დონორები თავისივე კრეატურის ამ პარტიებად წოდებული ჯგუფების მხარდაჭერაში. ანუ პრაქტიკულად ისინი აქეზებენ და ახალისებენ მათ დესტრუქციულ, შეიძლება ითქვას, ექსტრემისტულ, ანუ მარგინალურ პოლიტიკას, რაც არის, ერთგვარად ძალიან უკვე ვეღარ იმალება, ძალიან მკაფიოა ეს პოზიცია. ხვდებით, ან უკვე რეალურად ცდება აი ამ დიპლომატიური მისიის ფარგლებს. ამავე დროს ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენ მიუხედავად ლელოს ლიდერების მოწოდებისა, ვიდრე ისინი სასამართლოს ძალით
ჩაჯდებოდნენ ციხეში თავისი ნებით, იმიტომ რომ უარს ამბობენ თანამშრომლობაზე ამ შემთხვევაში საპარლამენტო კომისიის ფარგლებში. მათ ქონათ მოწოდება, რომ იცი რა არის, მოდი გავხსნათ დისკუსია. ანუ საზოგადოებამ ჩვენ ვერ მოვისმინეთ პოლიტიკური პარტიების ოპოზიციურ ველზე დისკუსია იმასთან დაკავშირებით, აი რა არგუმენტებია მონაწილეობის საპირისპიროდ და რა არგუმენტებია წინააღმდეგ. გახსნის, რასთან დაკავშირებითაც მიიღო საკმაოდ მძიმე კრიტიკა. ხო, მაგრამ კრიტიკა მიიღო, რომ საერთოდ როგორ ბედავ ამაზე ლაპარაკს, მაგრამ ის თუ დამჯდარიყვნენ და თქვათ შეწონვა მოხდარიყო ამ არგუმენტაციის, ეს ჩვენ არ გვინახავს, ხო? ვიღაცა რაღაც სტატუსს დაწერს, ვიღაცა ანალიტიკოსი Facebook-ზე, ეს არ არის დისკუსია, ხო? საჭიროა რომ საზოგადოება მათ ამორჩეველმა ეს იხილოს. რის მანიშნებელია თქვენთვის აი ამ დისკუსიის არარსებობა ამ სივრცეში, თუნდაც ოპოზიციურ სპექტრში? იმიტომ რომ ეს არის ერთგვარად დიდი ნაწილი, აი ამ ძალების არის ერთგვარად სპირალში შესული. მე სრულად ვეთანხმები ბატონ ლაშას იმასთან დაკავშირებით, რომ ის 800.000 ხმა რაც მიიღეს მათ, რომელიც არ იყო საკმარისი 51%-ის მისაღებად, მაგრამ მათ ძალიან სერიოზული წარმატება მიიღეს, ხო? პრაქტიკულად 41%, არ 50 კი არა მეტი, 46% მათ ჰქონდათ პარლამენტის არჩევნებში მიღებული ხმები და რაც ნიშნავს, რომ 2/5 ხმების იყო მათი, ანუ ვერანაირ ავტორიტარიზმზე ამ პირობებში ვერ იქნებოდა ლაპარაკი, მაგრამ როდესაც ჩვენ იმას პირდაპირ გამარჯვება შენ ამ მომრჩეველს, ქმნი ამ ცრუ მოლოდინს, გაქვს რაღაც იმედი და შემდეგ ამაზე აკეთებ თელ ფსონს და იმავე დროს მთელი შენი პოლიტიკური ბიოგრაფიით შემჩენეული ხარ ერთგვარ დესტრუქციაში, ბუნებრივია რომ მათთვის ეს ძალიან მომხიბლავია. მათი გენეზისი იწყება რევოლუციით. რევოლუცია დევს და უმცირესობის მმართველობა დევს მათ პოლიტიკურ დნმ-ში. აქედან გამომდინარე, მათ მუდმივად სურთ რომ თავარი არის გამარჯვება. თავარი გამარჯვება არ არის, თავარი არის ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში მონაწილეობა და ამით უზრუნველყოფა ამ ქვეყნის რაღაცა მიმართულების სად მივიდივართ, როგორ მივიდივართ და ოპოზიციაც უნდა იცოდეს მაყურებელმა, რომ ჩვეულებრივად ხელისუფლების ნაწილია. ოპოზიციის გარეშე ეს სრულად ხელისუფლება არ დგება, ხო ესეა? მაგრამ როდესაც პროცესებს უყურებთ, ბოლო პერიოდის განსაკუთრებით პოლიტიკურ პროცესებს ოპოზიციაში რაც ხდება, გულისხმობ რა თქმა უნდა აი ამ მიმართულებით. როგორ ფიქრობთ, ხომ არ შეინიშნება ერთგვარად გარკვეული დაბნეულობა მათ შორის ოპოზიციაში? იგივე თუნდაც სამოქმედო გეგმის არარსებობასთან დაკავშირებით. რა სამოქმედო გეგმა უნდა არსებობდეს? ანუ ეს სიტყვები სამოქმედო გეგმა არ არის, რა ვშვებით ხოლმე, ეს ყველაფერი არის ყოველდღიური რაღაცა ბატი-ბუტი, რასაც აჭმევენ ალბათ ერთმანეთს. ანუ რას ნიშნავს სამოქმედო გეგმა? მაშინ მიზანი რა? ადამიანებს აქვთ გაცხადებული მიზანი. ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება. ისინი არ იძახიან, რომ ჩვენ უნდა მონაწილეობდეთ პოლიტიკურ პროცესში, ჩვენ უნდა ვემუშაოთ ამ მომრჩეველს, ჩვენ უნდა გავზარდოთ ნდობა. ნულოვანი თვითკრიტიკა. იძახიან, რომ ჩვენ საჭირო იმისთვის რომ შეცვალო ხელისუფლება, გულისხმობ ამ შემთხვევაში საზოგადოებაში. და მეტი რა უნდა ადუღებულიყო, რაც ადუღდა ნოემბერში და რაც ადუღდა მხარდაჭერა უნდა იყოს საკმაოდ მასშტაბური მაშინ იმისთვის რომ შეცვალო ხელისუფლება და არ არის. ვერაცნობიერებენ როგორ ან ვერ ხედავენ. არაცნობიერებენ, ამიტომ ეს არის სპირალი. რაშიც შევიდნენ. ერთი და იგივე მდინარეში ჯიუტად შესვლა, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ იცი და იმის იმედით რომ აი ესე გავა დროზე, ამაზე რაღაცნაირად დღესაც დაწერა ნიკა გვარამიამ სხვადასხვა სოციალურ ქსელში რომ რევოლუცია მოდის. მაშინ რას ნიშნავს აი ასე პოზიციონირება ოპოზიციის ნიკა გვარამია არის ქრესტომატიული პერსონაჟი, რომელიც თუ გინდა რომ აი რაღაც გარკვეულ შედეგს პროცესის საბოტირება გააკეთო, რაღაცა ჩაშალო ეს პროცესი, თუ გინდა რომ ეს შეძლო აი რაღაცა სპეციალური აგენტით, აი ამის ქრესტომატიული მაგალითია ნიკა გვარამია, რაც მან გაუკეთა ჯერ ქართულ მედიას და ჟურნალისტიკას, შემდეგ რაც გაუკეთა პოლიტიკურ ველს. ეს არის აი კლასიკური მაგალითი, პირდაპირ რაღაც უცხოური აგენტი, გავლენის აგენტიც არა, პირდაპირი აგენტია და ის ეწევა ამ საბოტირებას. ამას დადებითი ისაა, რომ ეს გარკვეულწილად ქართულ ელექტორატს ზრდის. იმიტომ რომ თქვენ შეხედეთ, აი 800.000 ადამიანი ხო ეს ნამდვილად დაფიქსირებულია რომ მივიდა ოპოზიციურ ველზე, ოპოზიციური ამომრჩეველი 26 ოქტომბერს, ხო? ეს 800.000 ადამიანი შემდეგ გადნა. აი თქვენ ახსენეთ უკვე კვლევებს ატარებენ. მე მაგალითად აი ქართული ოცნების იმ მხარდამჭერებს მივეკუთვნები, აი 5% რო გამოჩნდა, რომელიც იძახის, რომ მე უკვე მომხრევო, რომ მათ არ მინდა მეც რომ მონაწილეობა მიიღო. იმიტომ რომ ეს არის 12 წელია ჩვენ ამ დაუსრულებელი წილობიწილოს უყურებთ, რომელიც ეს არის პირველ რიგში პრობლემა არის მათ პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც მხოლოდ რუსოფრენიით არის გაჟღენთილი, მეტი არაფრით. მათ მეტი ვერანაირი დღის წესრიგი ვერ შეიმუშავეს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, ან კომპეტენცია არ ყოფნით, ან სხვა რაღაცა არ შეიმუშავეს. ანუ არა, ვერც და არც თუ არ, იმიტომ რომ ვერ უნარი არ აქვს. ანუ სხვა რეცეპტი ხო შეგიძლია მოძებნო 12 წელია ერთი და იგივე
გზით ებრძვიან ხელისუფლებას და აქ არაფერი არ გამოდის, ხო ესია. ამიტომ მათ ეს ვერ შეიმუშავეს და ვერ მოახერხეს და ჯიუტად აგრძელებენ აი ამ რუსოფრენიული რაღაცა პლატფორმის პრომოუშენს თავისი მხრივ. მეორე მხრივ შეუძლებელია ეს მუდამ გაგრძელდეს. ამიტომ მე ვემხრობი რომ მათ ბოლოჯერ მაინც ეს ღირსება აღმოაჩნდეს, დაუჯერო ნიკა გვარამიას და წავიდნენ ამ ბოიკოტში, რაც მე მიმაჩნია რომ ეს არის აი ამ აბსოლუტურად ტოქსიური პოლიტიკური კლასის ლიკვიდაცია. შეუძლებელია მე თუ კი მართლაც აი იმ პირობებში მას შემდეგ რაც აი ხა ვიღებთ აი ამ პროტესტის საწინააღმდეგო კანონებს იმისათვის რომ დაბრუნდეს პროცესი ამ რაღაც კანონიერ ველში და ეს საბოტაჟი ყოველდღიური უაზროდ ქუჩების გადაკეტვა და ასე მშვიდობიანი გზებით ნელ-ნელა რაღაცაით მოხდეს ამის შეზღუდვა ჩვენ ამ პროცესს ვხედავთ და მართლაც ცნობილია რომ ეს ერთგვარად დრაკონული კანონებია მაგრამ იმისათვის რომ უზრუნველყო ეს წესრიგი და არ გასცდეს რაღაც კონსტიტუციურ ფარგლებს პროცესი აქედან გამომდინარე ეს ჩადგება კალაბოჩში 5 ოქტომბერს და შემდეგ ეს ცარიელი ველი ბუნებრივად გააჩენს რაღაცას რაღაც სხვა ტიპის ოპოზიციურ მოთხოვნას იმიტომ რომ ეს ნარატივი ეს პლატფორმა რითაც დღეს ხელისუფლებას უპირისპირდებიან მათი შემსრულებლებიანად გარკვეულწილად უნდა დამთავრდეს აი კვლევა რო ვახსენეთ მეორეს მხრივ დღესაც აჩვენებს მათი კვლევა რომ ოპოზიციური აღმორჩევლის უდიდესი უფრო მეტი ნაწილი ემხრობა რომ არჩევნებში წავიდეს ის ოპოზიცია რაც არის მაგრამ არა არა ლელოს წარმომადგენლები არა რაღაცა კვლევა ჩატარდა რომელიც თქვენს რომ ეს აღარ არის ლელოს დაკვეთით და ასე შემდეგ ყოველ შემთხვევაში ისინი ამას იმეორებენ და მიაჩნიათ მაგრამ ამავე დროს არის გვერდზე სიყურებიან და ფიქრობენ რომ იცით რა არის არა აი ჩვენ უნდა დაუჯეროთ რაღაც სხვა ნაწილი უფრო თითქოს ერთსულოვანია და თითქოს ისინი მომხრეები არიან ბოიკოტის ბოიკოტი არის დამღუპველი და ეს არის სავარაუდოდ გარდაუვალი კი ბატონო ბატონო თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ და თქვენ სტატუსი მინდა რომ შევახსენო ამ შემთხვევაში მაყურებელს რა თქმა უნდა თბილისის არჩევნების გზით წართმევის ბოდვაზე საერთოდ აღარ გავჩერდები უბრალოდ ბოდვა არსებული რეალიების გათვალისწინებით თუ ოცნებამ დაიყოლია ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის თუნდაც ნაწილის დაყოლება ჩათვალეთ რომ მან გაიმარჯვა სტრატეგიულად და 2028 წლამდე და იქითაც გარანტირებული აქვს პოლიტიკური მონოპოლია საქართველოში თქვენს მოსაზრებას არიზიარებს მათ შორის ოპოზიციურ პარტიებში არიზიარებენ და ისინი ამბობენ რომ მუშაობენ იმაზე რომ ერთიან ნეიტრალურ კანდიდატზე შეჯერდნენ. საინტერესო არის თქვენი არგუმენტები, როგორი არის მათ საწინააღმდეგოდ, ვინც ფიქრობს, რომ აი თბილისის წართმევა არის შესაძლებელი და რეალისტური. ორი კომენტარით დავიწყებ. მე მიხარია, რომ ბატონმა გურმა აღნიშნა, რომ პიკი იყო საზოგადოების დუღილის დეკემბერს-ნოემბერში, რაც შევახსენებ კიდევ მსმენელს, გამოწვეული იყო იმით, რომ ხელისუფლებამ მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა, რაც საერთოდ ანტიკონსტიტუციური იყო, ეს კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ის პროცესი რაც ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გულისხმობდა ის პროცესი შეჩერდა და ამ განცხადებამ გამოიწვია ეს მთელი რიგი დუღილი და ისიც მინდა თქვა რომ დაგეთანხმებით რა თქმა უნდა რომ ოპოზიციამ ვერ მოახერხა ამ დუღილის ასე ვთქვათ ტალღის მონოპოლიზირება ხო გამოყენება ერთი სიტყვით და ამის პოლიტიკურ სივრცეში გამოყენება და შედეგის დადება ეს უბრალოდ არ ნიშნავს იმას კიდევ ერთხელ რომ პროცესი აი ამ დრაკონული მართლა დრაკონული წესებით და სწორედ ეს დრაკონული წესები უпростоრად კანონები და ეს რეგულაციები არის ერთ-ერთი მკაფიო გამოხატულება იმ კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის, რომელიც ყველანაირ სივრცეებს მაქსიმალურად ზღუდავს და მე რა ვიცი, ეს პირდაპირ აღიარება არ მეგონა რომ ამოცანა არის რომ ჩავახშობთო ყველა ეს პროტესტის ეს პროცესიო, ცოტა უფრო მაინც ისე ვიტყოდი რომ რაღაცნაირად შევარბილებდი ამ განცხადებებს, მაგრამ ეს რეგულაციები და ეს კანონები არის ყველაზე ცუდი გამოხატულება სწორედ იმისა და პირდაპირ მაჩვენებელი რა სიტუაციაში ვიმყოფებით ავტორიტარიზმის თვალსაზრისით. ასევე ვიტყვი იმას, რომ ოპოზიციური ამორჩევლის უდიდესი ნაწილი არ ითხოვს სწორედ მონაწილეობას, იმიტომ რომ ახლა მანიპულაციას აქვს ადგილი. იმიტომ რომ ოპოზიციური ამორჩევლის 53% კატეგორიულად ეწინააღმდეგება არჩევნებში მონაწილეობას და აი ამ 53%-ს ემატება 26%, რომელიც იმ შემთხვევაში თანხმდება არჩევნებში მონაწილეობას თუ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად. ონებში ხო ეგრე არ იყო ფორმულირება. ხო, ეგრე იყო რაც იყო. ნახეთ, შეთავაზება იყო ეს ერთი ნაყინი გირჩევნია თუ ორი ნაყინი. ორი ოფცია შესთავაზეს. გინდათ მარტო არჩევნები თუ არჩევნები და ის. არა, იქ რაც არის მანიპულაცია რაც არის ციფრებთან დაკავშირებით, საერთო ამორჩევლის 45% იყო თანახმა მონაწილეობის, ხოლო
ოპოზიციური მიქწერია პროდასავლური ამორჩევლის 53% იყო კატეგორიული მოწინააღმდეგე. ნუ ცალკე კატეგორია არის 26%, რომელიც ემხრობა მონაწილეობას იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივებთან ერთად საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ეხლა ამას თავი რომ მოუყაროთ ყველაფერს და რატომ არის რეალურად ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უაზრო ჩემი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ უნდა ვაღიაროთ მოცემულობა. მოცემულობა არის ის, რომ ქართული ოცნება არის ერთადერთი ძალა პარლამენტში, რომელსაც კი მაინც ახორციელებს დე-ფაქტო ამ ფუნქციებს, რასაც მას მიაჩნია რომ ლეგიტიმური ხელისუფლება, მაგრამ მისი ლეგიტიმურობა სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ნუ ეხლა აღარ გავჩერდები, რაში გამოიხატება ეს პრობლემები, როგორც ქვეყნის გარეთ. თქვენი არგუმენტები არის საინტერესო, თქვენი არგუმენტები არის საინტერესო, რომ გააცნოთ მაყურებელს, რატომ ვერ შეძლებს ოპოზიციამ შემთხვევაში, რომ წაართვას ხელისუფლებას თბილისი. ქართული ოცნებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი არის, სწორედ აი ამ არსებული ოპოზიციური ბლოკიდან რამოდენიმე მნიშვნელოვანი ოპოზიციური ძალის მონაწილეობა ამ საარჩევნო სისტემით ამ ადგილობრივ არჩევნებში. როგორც კი ეს ფაქტი მოხდება, ავტომატურად ის მოცემულობა, რომ თითქოს ქართული ოცნება არის არალეგიტიმური, ეს მოცემულობა ქრება, იმიტომ რომ თუ თანხმდები ამ თამაშის წესებით, ამ სისტემაში მონაწილეობას, მაშინ შენ ეთანხმები ამ სისტემას და ხდები ამ სისტემის ნაწილი. მაშინ სახელები ბატონოლაშა იმის გათვალისწინებით, რომ დროშიც ცხადი არის შეზღუდულები ვართ. გახარიას პარტია იღებს მონაწილეობას სავარაუდოდ გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით მოლოდინს გულისხმობ ამ შემთხვევაში ესეთია საზოგადოებაში მათ შორის მათ ამომრჩევლებში რომ ლელოც მიიღებს ალბათ სავარაუდოდ მონაწილეობას. გირჩები ვიცით რომ მიიღებენ მონაწილეობას და ემატა ალეკო ელისაშვილი ხომ? აი ამ მოცემულობაში მოდით მაშინ რომ გამიჯნოთ მკვეთრად და მკაფიოდ. შეთანხმებულები არიან ხელისუფლებასთან, მაშინ რატომ მიიღებენ ამ ტიპის გადაწყვეტილებას ოპოზიციის ნაწილი? და რა აზრი აქვს მაშინ ბოიკოტს სხვა დანარჩენი 8 ოპოზიციური მე არ მესმის ხა კონკრეტულად ამ ადამიანების თუ ამ ან რატომ ვერ მოახერხეს მათთან მოლაპარაკება და საერთო პოზიციაზე შეჯერება, იგივე ბოიკოტთან დაკავშირებით? ხო, ნუ დავიწყებ იმით, რომ მე არ ვიცი მათ თავებში ხა კონკრეტულად რა ფიქრები იხარშება, რა არგუმენტებმა გადაწონა მათ თავებში, რომ მიიღონ მონაწილეობა და რამდენად იციან რა, რომ ვერ მოხდება ერთიანი ოპოზიციური ფლანგით ამ არჩევნებში მონაწილეობა და იციან რომ თუ ესე არ მოხდა, ისინი ვერასოდეს ვერ მოიგებენ ადგილობრივ არჩევნებს, ვერ მოიგებენ თბილისს, მე ვერ ვხედავ ვერანაირ არგუმენტს, რაციონალურ გამართლებას, მაშინ რატომ შედიხარ აი ამ თამაში? შეიძლება მე ვიტყვი მაგაზე. ხო, ეს შეიძლება კი ბატონ გურამს აქვს ამის ახსნა განმარტება, მე ამ შემთხვევაში არ მაქვს. შეიძლება, ნუ ეხლა რაც მე არ ვიცი, იმაზე ბუნებრივია მე ვერ მილაპარაკებ. ჩვენ შეგვიძლია ლოგიკაზე ვისაუბროთ, პოლიტიკურ მიზანშეწონილებაზე, ისევე როგორც მაგალითად ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო, რატომ საჭიროებდა ქართული ოცნება ეგრეთ წოდებული რუსული კანონის ხელმეორედ შემოღებას, როცა გარანტირებულად ჰქონდა მოგებული საპარლამენტო არჩევნები და ამ აი მართლა ყველანაირი გამოკითხვებით ის იღებდა 60%-ს და სწორედ ამ ხელმეორედ შემოგდებით რუსული კანონის მან მიაღწია იმას, რომ საზოგადოება აიჯანყა საკუთარი თავის წინაშე, ხო? საკუთარი თავის წინააღმდეგ. ესეც ვერ აიხსნება ვერანაირი ადგილობრივი შიდა პოლიტიკური ლოგიკით, სხვა ლოგიკით აიხსნება გარეპოლიტიკური ლოგიკით, ისეთ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია რა ლოგიკით გახარია თუნდაც ლელო აპირებენ ესე განცალკევებულად რანაირ ფორმატში თბილისის წაგლეჯვას ქართული ოცნებისთვის. აბსოლუტურად სრული აბსურდია, ჩემთვის გაუგებარია და თუ ბატონი გურამი ახსნის ახლა ლოგიკას პოზიცია რაც მოვისმინე სტუდიაში სტუმრობის ერთ-ერთი მათი წარმომადგენლის იყო ის რომ ერთიანი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში ეს იყო სრულებით რეალისტური ამ შედეგზე გასვლა. იცით რა, საერთოდ ეხლა მე არ მინდა რომ ამიტანი ეხლა რაღაცა ისეთი სიტუაცია, ისეთი პოზიცია ყალიბდება რომ ყველა ნეგატიურად ვლაპარაკობთ ქართულ ოპოზიციაზე და ოპოზიციურ ლიდერებზე, ეხლა ისიც უნდა დავაფასოთ რომ მათ გარკვეული თავგანწირვის ნიშანი გამოავლინეს და მიხვდეთ იმისა რომ ვერ მოახერხეს ერთმანეთთან შეთანხმება, ის ვაჟკაცობა მაინც ეყოთ რომ თავისინები წავიდნენ ციხეში. თუმცა ჩვენ ვისურვებით რომ პირიქით ეს არ მომხდარიყო და უფრო კოორდინირებულად ემოქმედათ. მაგრამ ერთი რამე ჩვენ ვიცით რომ ქართულ ოპოზიციურ სპექტრს არ აქვს უნარი შეთანხმების, არ აქვს უნარი ერთიანი კანდიდატის შერჩევის და როცა ასეთი დიდი ასე ვთქვათ ტრადიცია არსებობს, მით უფრო დღევანდელ მოცემულობაში რაც ჩვენ ვიცით გახარიას პოზიციის და ჯერ კიდევ როცა არჩევნები მორჩა ხო საპარლამენტო გახარია იქიდან მოყოლებოდ აცხადებს რომ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, ვემზადებით არჩევნებს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად წარმოუდგენელია კიდევ ერთხელ რა ერთიან კანდიდატზე ვსაუბრობთ, იმ შემთხვევაშიც კი ძალიან ზღაპრულ სიტუაციაში რომ წარმოვიდგინოთ რომ ოპოზიციამ ლელომ და გახარიამ ერთად მოიგეს პირობითად თბილისის კანდიდატი, თბილისის კანდიდატობას და ეს პროცესი მოიგეს.
ეს რადიკალურად აბსოლუტურად არ ცვლის პოლიტიკურ მოცემულობას, პოლიტიკურ სისტემას. თუმცა არ იქნებოდა ეს პირველი ნაბიჯი. საკუთარი ძალის დემონსტრირება, ოპოზიციის ძალის დემონსტრირება. იმამოღლუ მოუგო თურქეთში ისტანბულის მერი გახდა, მაგრამ მიუხედავად იმისა გახდა თუ არა, ის ახლა ზის ციხეში, ერდოღანმა მოათავსა მშვენივრად ეს ოპოზიციის ლიდერი, სტამბოლის მერი და მას მიაყოლა კიდე მთელი რიგი საკრებულოს წარმომადგენლები, ანუ მას მარტო არ არის, სხვა მისი თანამოაზრეებიც ზიან ახლა ციხეში. ანუ სისტემას, როცა ფუნდამენტური პრობლემა აქვს რეალურად არჩევნებიდან დაწყებული ზოგადად მთელ რიგ ამ ძალაუფლების შტოებთან დაკავშირებით იქნება აღმასრულებელი სასამართლო თუ ასე შემდეგ მოიგებს თუ არა კონკრეტული საკრებულოს ოპოზიციის ერთობას, როდესაც ოპოზიციის ერთობაზე არის საერთო კანდიდატზე თუ სხვა დანარჩენზე ან შეთანხმებაზე, სხვა საკითხებთან მიმართებაში, საუბარი ვინ უშლის ხელს აი ამ ოპოზიციურ ერთობას? ან რა გარემოება უშლის? მე ვიტყოდი კიდევ ერთხელ, ზოგადად საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური კულტურა. რაღაც მომენტში კიდევ ერთხელ ირონიით და სარკაზმით შეიძლება ახლა რაღაცარად ქართული ოცნებისკენ გავიხედოთ და ვთქვათ, რომ ქართული ოცნება ამ პოლიტიკური ოპოზიციის დრაკონული წესებით დასჯით რაღაცარად თითქოს ძალა უნდა უნებლიათ რაღაცარად ქმნის ისეთ გარემოს, რომ აიძულებს პოლიტიკურ ოპოზიციას რაღაცნაირად როგორ თქვა ეს ალტერნატიული მოქმედებისკენ. ანუ ის რაც ახლა შექება არ მიიღოთ ეს ქართული ოცნების არც ეს ირონიულად ლაპარაკობ, მაგრამ ის რომ ქართულ ოპოზიციას არ აქვს ეს უნარი და ტრადიცია და გამოცდილება და არ ვიცი სურვილი რაღაც ერთიანობის და ერთიანი პოზიციის დაფიქსირების, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმას, რომ ტრადიცია არ არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ტრადიცია არ უნდა შეიძინონ ან არ უნდა ჩამოყალიბდეს. მოხდება თუ არა ეს ხვალზე კაციშვილმა არ ვიცით, მაგრამ ისე თემას რომ დაუბრუნდეთ, ლოგიკა მოქმედების ქართული ოპოზიციური ფლანგის, აი ამ განცალკევებული პოლიტიკური პარტიების არჩევნებთან დაკავშირებით, დღემდე ჩემთვის ამოუცნობია და აქ ველოდები ბატონ გურამს მისი ახსნა განმარტება. მე ყოველგვარი ირონიის გარეშე შემეძლია ვთქვა, რომ ეს არის ნამდვილად სერიოზული მცდელობა და ყველა ეს კანონი მიმართულია სწორედ ამისკენ, იმიტომ რომ ჩვენ რაც ვიხილეთ საქართველოში ეს ასევე ახსენა და ახსნა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, ეს არის ექსტრემიზმი. ეს ქცევა არის ექსტრემიზმი, მაშინ როცა ლაპარაკი იყო ბრიტანეთის საელჩოს გამოხმაურებაზე, რომ ჩვენ რაღაცა არ მოგწონს, ანუ რა არ მოგწონს, თქვენ უჭერთ მხარს ძალებს, რომლებიც არიან თქვენივე ოქსფორდის ლექსიკონით განმარტებული როგორც ექსტრემიზმი. ეს განმარტება რაც არის, არის ესეთი ძალები. ბუნებრივია ეხა ეს პროცესი რაღაცნაირად თორსა შეხარ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება უნდა მოაქციო გარკვეულ ჩარჩოში. იმიტომ რომ ის ველი, სადაც თქვა კოდექსი არ ითვალისწინებს, მაგრამ არის ბატონმა შემოგვი ახსენა ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინი კულტურა, ამ კულტურის ნაწილი და ეს უნდა არეგულირებდეს, როცა ეს დარღვეულია, როდესაც ჩვენ ვხედავთ ნამდვილად ექსტრემისტულ შემოტევას, რომ ყველანაირი ტრადიცია, კულტურა ყოფითი თუ ქცევის თუ რაღაცა უფრო ღრმა დაირღვეს და ყველანაირი ძალით იმ ლოზუნგებით, რასაც ქვია აჯანყება, რევოლუცია, დავამხოთ, გადავტეხოთ, აი ამ ლოზუნგების ქვეშ არის მოძრაობა საპროტესტო, ესე ვთქვათ, გაერთიანებული, ბუნებრივია, რომ პასუხისმგებლიან ხელისუფლებას უწევს ეს მოაქციოს გარკვეულ ჩარჩებში. ეხლა მე აღარ წავალ ისტორიულ წიაღსვლაში და არ გავიხსენებ ჩვენი უახლესი წარსულიდან, როცა ხელისუფლებამ ეს ვერ შეძლო, შემდეგ რა მიიღო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ნამდვილად ესეა და ეს არის ჩემი აზრით მისასალმებელი, რომ ეს გარკვეული ზღვარი უნდა დაიცვას, სხვანაირად შეუძლებელია. ხო, ეს ჩვენ აი მინი მოდელი რო ავიღოთ, ეს ვნახეთ სასამართლოში. ამდენი წელია არის ყველაფერი ღია, გამჭვირვალე რაც გინდა გააკეთე, მაგრამ ვერ შეიშნებ, ვერ ირგებ. მიდის ჟურნალისტი სწორედ იმიტომ, რომ იქ ვიღაცამ რაღაცა უნდა დადგას, манипуляციურად გამოიტანოს, მაგრამ ეს აქამდეც ხდებოდა, მაგრამ პრობლემა არ იყო, მაგრამ როდესაც სხდომის ჩაშლაზე, იმ აყალ-მაყალზე არის ყველაფერი გათვლილი, მიიღოს შესაბამისად ის გამკაცრებული წესი, რაც მივიღეთ. ეხლა რაც შეეხება იმ ოპოზიციის ლოგიკას. საერთოდ არ დევს მათთვის არჩევანი იმაზე, ისინი გაიმარჯვებენ თუ ვერ გაიმარჯვებენ. მათ შედეგის გარკვეული შედეგის მიღწევა ამ პროცესში შესვლით შეუძლიათ. პირველ რიგში როგორც მინიმუმ ფსონი მაგიდაზე დევს მარტივი მოცემულობა. შენ ან რჩები პოლიტიკაში, ან აგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას, ან ახარ პარტია, ხან ოპოზიციური და შემდეგ აფართოებ შენ ელექტორალურ ბაზას და საჭირო მომენტში უპირისპირდები ხელისუფლებას, ან უბრალოდ ხრები პოლიტიკური ველიდან, იმიტომ რომ შენ მის გარეთ რჩებ. ქართულმა ოცნებამ გავლილი უკვე რამდენი თვე 9 თვის მანძილზე აჩვენა, რომ დიახაც განსხვავებით 2020 წლისგან
როცა შედგა ეს რაღაცა მოლაპარაკება, იქნებ გადავტვირთოთ ველი, რაღაცა შარლ მიშელი შეთანხმებები. კი ბატონო. აღარ შევალთ ჩვენ, იმიტომ რომ ის პროცესი დასრულდა იგივეთი. ეხლა ახალი ჯერზე უნდა დავიწყოთ იგივე და სადაც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ეს უნდა მოხდეს, სანამ რაღაცა არ მოხდება, გარე ფაქტორი არ დაემთხვევა და ამ დესტრუქციული დღის წესრიგით, როდესაც თქვით უკვე რომ საპროტესტო ელექტორატს აგროვებ მხოლოდ დისკრედიტაციით ხარ მხოლოდ დაკავებული, ვერაფერ ალტერნატიულს ვერ თავაზობ გამოგონილი მითიური 1000 ლარიანი პენსიის გარდა შენ სამორჩეველს, როდემდე შეიძლება რომ აი ამ ტიპის ოპოზიციასთან გაგრძელდეს ეს რაღაცნაირად კონკურენცია. ამიტომ აქედან გამომდინარე დღეს ფსონზე ეძებს ისინი აქ დარჩებიან თუ არ დარჩებიან. თუ რჩები შენ მაქსიმალურად იყენებ შენ შანსს და გაქვს უამრავი საშუალება, რომ გარდა იმისა, რომ თბილისის მერობაში მოქმედ მერს შეეცილო. ამავე დროს შენ აჩვენო და გაზომო რეალურად ვინ არის აი ეს შენი ელექტორატი და რაც თავარია შენ ისედაც შეგეძლო, რაც 2020-ში მოხდა, ეს შენი ერთგვარი სარეიტინგო თამასა დაგედო და გეჩვენებინა, რომ იცი რა არის, აი მე რო ვიძახდი, რომ საპარლამენტო არჩევნებში მოცემულობა სხვა არის, იმის მერე ხო კიდე უფრო დამძიმდა სიტუაცია მათი აღქმით, ხო? აი ახლა ვნახოთ, რას მიიღებენ. შენ მთელი ეს პროტესტის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ, რომ ახალი არჩევნები. ამ მოთხოვნას შეგიძლია შენ ლეგიტიმაცია შეზძინო სწორედ ამ არჩევნებით, რომ აჩვენო, რომ ნახეთ რამდენი ადამიანია ჩემ მხარეს, ამიტომ ეხლა ჩაატარეთ ვადამდელი არჩევნები, მაგრამ ბოიკოტის რეჟიმი მაშინ ამ პირობებში არა, ბოიკოტის რეჟიმი აბსოლუტური სისულელია, ანუ შეუძლებელია მათთვის ეს არის თვითლიკვიდაცია. ეს არის გათხრილ საფლავში ჩაწვავა და მე მიწის გადაყრა. და ის ვინცაც ოდნავით ვერ ხედავს იმ რისკს, რაზეც თქვენ საუბრობთ, თვითლიკვიდაციის რისკს ოპოზიცია. იმიტომ რომ ეს ოპოზიცია არის ძალიან პატარა, მათ ზუსტად იციან 85 პარტია მიიღო 10%. სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებს იმ ტიპის გადაწყვეტილებებს, რა ტიპის გადაწყვეტილებების გვესმის ბოლო პერიოდში. ნუ გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ ეს არის გარედან მართული პროცესი, ამის გარდა, მათ იციან, რომ 85 პარტია მიიღო საშუალოდ 10%, ხო, რეალურად. მათ იციან, რომ მათ ამითი არანაირი შანსი არ აქვს და ისინი ცდილობენ არ უნდათ მათ რაღაცა კონსტრუქციულ პროცესში შესვლა და გაფორმდნენ იმათ, რომ ეს მოჯადოებული სპირალია ისე ხო თქვი, გაფორმდნენ იმათ, რომ მათი ხვედრითი წილი არის ამდენი. ურჩევნია ილაპარაკოს გამოგონილ 300.000 ხმაზე, გაჟონვაზე, ასე შემდეგ და დისკრედიტაცია მოახდინოს და ამით ეს თქვა მედია სივრცეში შეინარჩუნოს ერთგვარი პოლიტიკური აქტიურობა და ლიკვიდობა, ან წარმოუდგენელი რომ მე ვარ მთავარი ოპოზიციური ძალა. ეს ურჩევნია ამის კეთება, ვიდრე ის რო არა, შენ ხარ აგერ 10%-იანი პარტია, დღეს კაცმარიცის უკვე რამდენი პროცენტიანი ხარ, რომ ის ოპოზიციური ელექტორატიც ხო ნახეთ, რომ გაყოფილი არა მათივე კვლევებში. ამიტომ მას ურჩევნია ეს მედია მოღვაწეობა გააგრძელოს და ეხლა რამდენი პარტია გქონიათ, ერთკაციანი და ორკაციანი პარტია წლების განმავლობაში, რომ ვიღაცა მივა, ან აქ დაპატიჟებ, ინტერვიუს ჩამოართმევ და ნუ ასე ცოცხლობს და არსებობს, ხო? ამიტომ სხვამან არ იცის და ალტერნატივის შექმნას უკვე სერიოზული მუშაობა და ძალისხმევა ჭირდება. ეხლა ვინც ამისი მეტნაკლებად პოტენციალი დაინახა, ხო, იგივე ლელომ, იგივე გახარია. შემდეგ მათ გადადგეს ეს ნაბიჯი და მიუხედავად აი ამ ბულინგისა, მიუხედავად მათი ოპოზიციონერი კოლეგის შიმშილობისა და ასე შემდეგ, ეს ამას ვერ ცვლის ამოცემულობას, იმიტომ რომ დანარჩენი ხა იმ 8 პარტიას გადახედეთ, ხა ჯამში რო შეკრიბო ნაციონალურ მოძრაობას თუ გამოაკლებ ყველაზე მხარდამჭერებით ყველაზე მსხვილ, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ტოქსიკურ პარტიას, დანარჩენების იმას შეხედეთ, რა ქვია, ლიდერებს. თან ამავე დროს ზუსტად ვიცით, რომ ის ხმები, ვინც მათ მისცა, ეს იყო, ეს თქვა, საპროტესტო ელექტორატი, ანუ ოცნების საწინააღმდეგო მხები მხოლოდ. იმიტომ რომ ის პროტესტი, რაც ჩვენ თქვით 28 ნოემბრის შემდეგ და დაწყებული 26 ოქტომბრიდანაც გრძელდება, უბრალოდ მაშინ ახალი მუხტი შეიძინა, ხო? იმიტომ რომ იმ ოპოზიციამ და დასავლეთმა მიუხედავად იმისა, რომ ერთვის განმავლობაში ვერ მოახერხეს ჩვენება ერთი რა გაყავდა და რანაირად გაყავდა და თითქოს მიინავლა, აქ გადამწყვეტი იყო სწორედ დასავლეთის პასიურობა, ხო და მათ წინააღმდეგ იყო ეს გაკეთებული, თუ თქვენ არ აღიარეთ პარლამენტს, მაშინ ეს პარლამენტი ვერ იმუშავებს ვერანაირ დღის წესრიგს და გადავდეთ ყველაფერი 2028 წლამდე. ეს იყო მეტი არაფერი და ანუ აქედან პირიქით ახალი ტალღა წამოვიდა, ხო, ამ პროტესტის. ამ პროტესტმა არ ჩაიყენა სათავეში და ვერ ჩადგნენ ეს ოპოზიციური პარტიები ამის სათავეში, რაც აქამდე ესე არ ხდებოდა. ვერც თვითონ ვერ დაბადეს ლიდერი და შესაბამისად ეს პროცესი შევიდა ამ ჩიხზე. ამიტომ დავასრულებ. რატომ ბატონო გურამო ანუ რა იყო იმის მიზეზი, ბატონო, თქვენც მინდა რომ თქვენი პასუხიც მინდა რომ მოვისმინო იმ ნაწილთან დაკავშირებით. კი ბატონო, აი რატომ მოხდა ისე, რომ საბოლოოდ აი ამ პროტესტმა რაც იყო ის დუღილის ტემპერატურა, როდესაც ვსაუბრობთ იგივე საზოგადოებაში, რაც არსებობდა, თუნდაც იგივე დეკემბრის თვეში.
პერიოდში, ხომ? წინა პერიოდს გულისხმობ ამ შემთხვევაში. რატომ ვერ მოხერხდა, რომ ვერა იყოს სადავეები ხელში, ვერც სალომე ზურაბიშვილმა, ვერც ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა. ვერ მოხდა მათ შორის აი ამ ტიპის გაერთიანება, მაინც საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რატომ ვერ მოხდა პოზიციების შეჯერება. აი აქ მნიშვნელოვანი რამე ითქვა ეხა და აქ მადლობას ვეთქვი ბატონ გურამს, რომ ერთის მხრივ ვიტყვი რა თქმა უნდა, რომ ქართული ოცნება ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, როცა აიგივებს ქართულ საზოგადოებას იმ მუხტს, რაც ქართულ საზოგადოებაში არსებობს, იმ პროტესტის გრძნობას და ამას აიგივებს ქართულ ოპოზიციასთან. ქართული ოცნების სწორედ ეგ არის ის მიზანი, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოპოზიცია და ქართულ საზოგადოებას შორის არსებობს ერთგვარი ჩანგრეული ხიდი, ანუ კავშირი არ არის საზოგადოებასთან. თუმცა ისიც უნდა ითქვას ბატონო შებოდიში, რომ გაწყვეტინებთ, რომ თავად ოპოზიციის წარმომადგენლებიც აიგივებენ აი ამ პროტესტს თვითონ ოპოზიციასთან. არა, ნუ აქ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რა ჩვენ რეალობა არის ესეთი. საზოგადოებაში არის ძალიან დიდი პროტესტის მუხტი. ის ჩვენ ვიხილეთ ეს მუხტი ნოემბერში, დეკემბერში, შემდგომშიც როცა 100, 150, 200 და მეტი 1000 ხალხიც გამოდიოდა. ანუ პრაქტიკულად წარმოიდგინეთ 1.300.000-იან ქალაქში გამოდიოდა 250 და 200.000 მოსახლეობა. ყოველი მე-5, ყოველი მე-6 თბილისელი გამოდიოდა და აჩვენებდა, რომ მისთვის აი ის შედეგი, რაც დადგა საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, აბსოლუტურად მიუღებელია. სულ სხვა თემა არის რეალურად რატომ ვერ მოახერხა პოლიტიკურმა ოპოზიციამ, რაც ჩემთვის გასაკვირი არ არის, აი ამ მუხტის ერთგვარი გამოყენება და პოლიტიკურ პროდუქტში გარდაქმნა, რასაც ქვია აი ეს პრესინგი ქართულ ოცნებაზე, რომელიც გაყალბებული არჩევნები, გაუქმებული იყო და ჩატარებული იყო ახალი არჩევნები. ეს სულ სხვა პრობლემა არის. ეს უკავშირდება კიდევ ერთხელ იმ უამრავ პერსონალურ პრობლემას ლიდერებთან დაკავშირებით, რომლებსაც შეიძლება ლიდერობის უნარები არ აქვთ. ეს უკავშირდება მაგალითად ჩაკეტილი სცენა, იგივე თუნდაც ხომ შერჩევით, უამრავი ფაქტორი არსებობს. ამაზე ეს ჩვენ ხა შორს წაგვიყვანს ამაზე, რეალურად მათ შორის სალომე ზურაბიშვილის პოსტების გამოჩენას და მე აქეთ გადმოვიდა, ხო, ისიც ვერ ჩამოყალიბდა იმ ლიდერად, როგორც ქართულ ოპოზიციურ ფლანგს მიაჩნდა. ეს უბრალოდ მოცემულობა და აზრი არ აქვს იმაზე ხა საუბარს, რატომ ვერ ჩამოყალიბდა. ესეთი მოცემულობა არის. სულ სხვა საქმე არის ახლა რეალურად ერთის მხრივ ქართული ოპოზიციური ფლანგი ანუ გამოასწორებს თუ არა თავის შეცდომებს და მოახერხებს თუ არა რაღაცა კონსოლიდირებას სწორი მესიჯების გაშვებას დღის წესრიგში როგორც შიგნით ასევე გარეთ და ნელ-ნელა ისევ დაიწყებს თუ არა შეგროვებას ამ საპროტესტოდ განწყობილი ხალხის რაოდენობის თუ ის ვერ მოახერხებს ამას და რეალურად ქართული ოცნება სწორედ აი ამ ვერ შემდგარ ოპოზიციას რეალურად გამოიყენებს იმისთვის რომ ფორმალურად მოახდინოს მათი შეყვანა ამ პარლამენტში და ამით მოახდინოს საკუთარი თავის ლეგიტიმიზაცია და პრინციპულად ჩამოყალიბდეს იმ პოლიტიკურ სისტემად, რასაც ჩვენ არ გვინდა რომ გქონდეს, მაგრამ არის რუსეთში. ანუ არის ძირითადი მმართველი ძალა, რომელსაც ყავს ვითომ პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები პარლამენტში და რომელსაც სისტემური ოპოზიცია ქვია. ბატონო ლაშენ, ახეთ როდესაც გავიხსენოთ ახლა რეალურად, რამდენად ძლიერი იყო კომუნისტური პარტია რუსეთში, ეს ზიუგანოვის პარტია, რომელიც კონკურენციასაც კი უწევდა იელცინს და საბოლოო ჯამში ისე ჩამოქვეითდა ეს ძლიერი პარტია, დღეს მჩვეულებთ მარიონეტული პარტია არის, ნებისმიერი პარტია. ბატონო ლაშენ, როდესაც თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ 200.000 ადამიანი გამოყავდა ოპოზიციას აქციებზე და ასე შემდეგ და ოპოზიციას არა, საზოგადოებას კი გნებავთ ასე დავარქვათ. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი, უკმაყოფილოა, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების ხელისუფლებით, ხომ? და მოქმედებებით, გადაწყვეტილებებით. აი ამ პირობებში მაინც მივდივართ იქამდე და ჩნდება შეკითხვა, რომ თუ კი ელექტორატის მხარდაჭერა გაქვს ოპოზიციას, თუ კი ამომრჩეველი გიჭერს მხარს და თან ასე მასშტაბურად, როგორც თქვენ საუბრობთ და მათ შორის საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რატომ არ იღებთ ერთიანი ძალებით არჩევნებში მონაწილეობას? ეს თავისთავად გაძლევთ ბუნებრივია ოპოზიციის წარმომადგენლებს იმის გარანტიას, რომ მართლაც შესაძლებელია თუნდაც თბილისი ან სხვა დიდი ქალაქებიც გამოგლიჯო ოცნებას. აქ კიდევ ერთხელ ორ ფუნდამენტურ პრობლემას უბრუნდებით. ერთი ფუნდამენტური პრობლემა არის ის, რომ ერთი გამოცდილება თუ კი ასეთი მხარდაჭერა მართლაც არსებობს. მაგას ვამბობ. რადგან სწორედ ეს დგება ბუნებრივია შემდეგ უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ. ორი ფუნდამენტური პრობლემა არსებობს, რომლის აღმოფხვრა არის წინაპირობა რეალურად ნებისმიერი ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების დაწყებისა საქართველოში, ხო? და რაზეც უარი არის ქართული ოცნების მხრიდან, რამაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იმ ჩიხამდე, რომ ჩვენ პრაქტიკულად საერთოდ ევროპის დღის წესრიგშიც არც კი განვიხილებით და რითი დამთავრდება ეს საბოლოო ჯამში გეოპოლიტიკურად, ეს კიდე ცალკე სხვა თემა, ისე მგონია, რომ საერთოდ ჯამში
ამიერკავკასიაში ყველაზე ლიბერალურად განწყობილი მოსკოვის მიმართ საქართველოს რჩება თუ გადახედოთ ბოლო მოვლენებს რა ხდება ეხა აზერბაიჯანში და სომხეთში. მაგრამ ამ პროისევ ჩვენ ბეკეკოებს რომ დაუბრუნდეთ, ხო? ანუ აქ პრობლემა არის ის, რომ საპარლამენტო არჩევნები რაც ჩატარდა, ანუ სისტემა, საარჩევნო სისტემა, რომელიც არის შექმნილი სისტემა, ხო? ფუნდამენტურ პრობლემაზე ვსაუბრობ. თუნდა ამ სისტემამ გვაჩვენა, რომ ნდობა არ არსებობს ამ სისტემის მიმართ და ამ თუნდაც რაღაცნაირა ფორმით გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც შევიდა ეხა ამ, ხო, მაშინ რა ფორმულითაც შევიდა ამ არჩევნებში, ეხა 4 იქნებოდა თუ ერთი მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ის რაც ვიხილეთ, სერიოზულ ეჭვებს ბადებს, მათ შორის ეხა არ დავეთანხმები ჩემ კოლეგას, დადასტურებული ფაქტები არის, მათ შორის გაშონებთან და არაგაშონებთან, ეხა აქაც კიდევ ირონიაში ვიტყვი, მაგრამ ფაქტები არის, მთელი რიგი, ანუ რა ვიცი, ასობით დოკუმენტი არის შეგროვილი, თუ სად გაყავდა, როგორ გაყავდა, მით უფრო ეხა 2020 წელს ჩატარებული ქვემო ქართლში რაც კი მხარდაჭერა მიიღო ქართულ მოსახლეობამ დაახლოებით 50% იყო და უცებ 4 წლის თავზე რა სასწაული ისეთი ცვლილებები მოხდა ქვემო ქართლში, რომ ქართულ მოსახლეობამ 75% მიიღო. ნუ ამას ახლა კიდევ ერთხელ ეს თავი გავანებოთ. მოცემულობა არის რომ ნდობა ამ საარჩევნო სისტემასთან არ არსებობს და თუ ქართულ ოცნებას სურს რომ ფუნდამენტურად შეცვალოს აი ეს ნდობის საკითხი და დაიყოლიოს, მაშინ აი ეს უნდა შევცვალოთ და უკვე სხვა საკითხი, ანუ ერთიანად გამოვლენ ისინი, ერთიან ლიდერს დააყენებენ თუ არა, ეს ჩვენ გადმოსახედად არის. თუმცა ეს შეკითხვა არსებობს მათ შორის საზოგადოებაში, ბატონო გურამ, დაახლოებით 2 წუთი დაგვრჩა გადაცემის დასრულებამდე, რა არის მიზეზი, თუ კი ასეთი მხარდაჭერა აქვს ოპოზიციას, როგორც ისინი თავად ამბობენ და თავად მოიაზრებენ, რატომ არ იყო შესაძლებელი მაინც იმ კითხვას უბრუნდები, რომ სწორედ ერთიან კანდიდატის არსებობის შემთხვევაში მართლაც არა მხოლოდ თბილისი, მათ შორის სხვა დიდი მნიშვნელოვანი ქალაქები გამოიკვლიჩა. პირველ რიგში ის რომ ნდობის ზრდა ბუნებრივი იყო იმ პოლარიზებული გარემო და როდესაც ხელისუფლებას ესრულეს რეფერენდუმის ხელთათმანი, ეს ხელთათმანი მან მიიღო, მობილიზება იყო ძალიან დიდი, ხშირად ამ მობილიზებას და ოცნების პარტიულ მუშაობას შეხოთშორის გაყალბებასაც ეძახიან ხოლმე და რატო ვერ ხვდები, გაყალბება იყო მარნეული 79 მოხდა და დარღვევა რაც გაუქმდა, რაც ვიხილეთ ტელევიზორში, ხო? ეს ერთი, მეორეც ერთი 25 ოქტომბრის ჩათვლით არანაირი არჩევნების მიმართ ნდობის რაღაცა უნდობლობის ერთი ნასახი არ არსებობდა იგივე ოპოზიციური პარტიების მხრიდან და აქ რა თქმა უნდა ჩვენ შევთანხმდებით, იმიტომ რომ სხვანაირად მახსოვს გამიგე პროცესი. სხვანაირად იყო ეს და ამიტომ ეს არის იგივე ამორჩეული, რომელსაც დღეს ერთეუნები, ხვალ მეორესეუნები, მე რაღაცას ვერ აჩვენებ, მე ამის ფრაგმენტიზება ხდება და შესაბამისად ეს არის იმედის გაცრუება. არსებობს საზოგადოებაში, რომ იცი რა არის, აი ხო გავს 2013 თავი დავანებოთ. იქ 2023-ის გაზაფხულის პროტესტები, 2019 იგივე, ხო? როდესაც რაღაცნაირად პროტესტმა გარკვეულწილად ხელისუფლებამ ირეაგირა შესაბამისად ამ პროტესტზე, რაღაცა თქვა დათმობებზე წავიდა და ეს განცდა აქვს, რომ შეიძლება რაღაცის მიღწევა, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც საკითხი პრინციპულად აყენია და ხელისუფლებამ თქვა, რომ არა, ჩვენ უკან აღარ დავიხებთ, რომ ეს ნანახი გვაქვს ჩვენ ეს კინოები, შესაბამისად ჩვენ ან აკეთებ წარმატებული რევოლუციას, ან შესაბამისად იღებ ამის ჩავარდნილი რევოლუციის პასუხს და ეს არის დღეს რაც მოხდა. და ამ ოპოზიციამ გარდა წმინდა ქართული ხასიათისა, სავარაუდოდ ეს სიჯიუტე, ხშირ შემთხვევაში სიბრიყვეც, ეს რაღაცა მიუღებლება და რაც თავარი ამპარტავნება, რაც ადამიანებს ახასიათებთ, არა რანაირად უნდა შეხვიდე ხა შენ ამ არჩევნებში, რომელსაც საბოლოო ჯამში რა, რომც მოვიგო თბილისი რა. ეს არის ადამიანები, რომელთაც უნდა თან ყველაფერი ან არაფერი. იქ უნდა მოიგონ, იქ იმას პირდაპირ ბიზნა ივანიშვილი უნდა გაუშვათ ქვეყნიდან. ვიღაცები უნდა დავიჭიროთ. ეს არის დაანონსებული, ხო? ეს რო იყოს საჭირო, რომ სანქციები დაუწესონ ქვეყანას, რაღაც უვიზო გაგვიჩერონ და ასე შემდეგ. ეს ადამიანები თანახმარიან, თავარია ხელისუფლება შეიცვალოს. ანუ ეს ცვლილება ყველაფრის ფასად. ამას საზოგადოება ხედავს, წინააღმდეგობრიობას ხედავს და ბევრს ეს უკვე აღარ უნდა. ამიტომაც არის ეს დაცოტავებული და მე მგონია რომ ეს პროტესტი 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება, შემდეგ რაღაცა გაფორმდება და დაიწყება რაღაცნაირად ახალი ციკლი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი ბოდიში, ძალიან შეზღუდულები ვართ. ბატონ ლაშა, სამომავლოდ გავაგრძელოთ საუბარი. ლაშა ძებისაშვილი, გურამ ნიკოლაშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ასეთი იყო დღევანდელი აქტუალური თემა. გემშვიდობებით. მომდევნო შეხვედრამდე.